ახლახან გავრცელებულმა ინფორმაციამ ომის მნიშვნელობა შეცვალა. ირანი რუსეთს სასწრაფო დახმარებას თხოვს სამხედრო შესაძლებლობების და ჰორმუზის სრუტეზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. Financial Times-ის ცნობით, მოსკოვი ეტაპობრივი მიწოდებების დასრულებას უახლოვდება თეირანისთვის ლეტალური იარაღის, დრონების, საკვების და მედიკამენტების მიწოდებას. G7-ის შეხვედრაზე ევროპელმა ლიდერებმა რუსეთი დაადანაშაულეს ირანისთვის სადაზვერო ინფორმაციით, დრონების გაუმჯობესებისა და სამხედრო მხარდაჭერით დახმარებაში. სერგეი ლავროვმა უარყო დაზვერვის გადაცემა, მაგრამ აღიარა, რომ მოსკოვმა ირანს სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა. დახმარების ეს თხოვნა შემთხვევით არ გაჩენილა, ის მაშინ გამოჩნდა, როცა თეირანი პირდაპირ დარტყმას იღებს თავის საზღვაო სტრუქტურაზე. შეერთებულმა შტატებმა 26 მარტს დაადასტურა რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მეთაურის ალირეზა ტანქსირის თავდასხმის შედეგად გარდაცვალება. ეს ცენტრალური ფიგურაა, რადგან ომის ზღვაში კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მგზნობიარე წერტილად იქცა. საკითხი არა მხოლოდ ირანს, აშშ-სა და ისრაელს შორის დაპირისპირებაა. ჰორმუზის სასიცოცხლო გასასვლელია. სოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედი იქ გადის. სრუტის ბლოკირება აზიანებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ გემებს, დაზღვევას, გადაზიდვებსა და საწვავსაც. Inflação em várias partes do Reutersმაც გაავრცელა, რომ ომმა ამ მარშრუტზე გადაზიდვები თითქმის პარალიზება. Barclays-ი ფიქრობს, რომ დღეში 13-დან 14 მილიონი ბარელი ნავთობის დაკარგვის რისკია ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში. ამიტომ ბოლო მოვლენები დიდ ინტერესს იწვევს. აშშ-ში ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანში 10,000-ზე მეტი ობიექტი დაიბომბა და ირანის ყველაზე დიდი გემების 82% განადგურებულია. პენტაგონმაც ეს დაადასტურა. პირველად ომში გამოყენებულ იქნა უპილოტო დრონნავები საზღვაო პატრულირებისას ამ კონფლიქტში. ეს განხორციელდა საჰაერო იერიშებით, საზღვაო ზეწოლით, დაზვერვითა და ავტონომიური ტექნოლოგიებით. საერთო ჯამში ვაშინგტონი ცდილობს ირანის შესაძლებლობების შეზღუდვას, ზღვაზე მოქმედებაში ისე, რომ მხოლოდ ეკიპაჟიანი გემებით არ იყოს დამოკიდებული. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისგან დიდი საჩუქარი მიიღო. როიტერის ცნობით, ეს ჟესტი იყო 10 ნავთობის ტანკერის გათავისუფლება ჰორმუზის სრუტის გავლით. ამავე მიმართულებით, თეთრმა სახმა გამოაცხადა ირანის ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეჩერების ვადის 6 აპრილამდე გაგრძელება. როგორ უნდა გავიგოთ ეს ნაბიჯი? აშშ-ში სამხედრო სფეროში მაქსიმალურ ზეწოლას ინარჩუნებს, მაგრამ შეთანხმებისთვის კარს ღიას ტოვებს. მაგრამ რატო? მშვიდობა ჯერ კიდევ შორსაა, რადგან მხარეები კვლავ ბევრს ითხოვენ. ამერიკული წინადადება, რომელიც ირანს რუსეთის მეშვეობით პაკისტანის გზით გადაეგზავნა, ითხოვს მაღალგამდიდრებული ურანის გაყვანას, გამდიდრების შეწყვეტას, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის და ირანის რეგიონში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერის შემცირებას. ირანმა გეგმა ერთპიროვნულად და უსამართლოდ შეაფასა. მოითხოვა ომის დასრულება, ზარალის ანაზღაურება და ჰორმუზზე სუვერენიტეტის დაცვა. მიმდინარეობს შეთხობინებების გაცვლა და მედიაცია, თუმცა რეალური პროგრესი ჯერ არ არის. კრიზისის ცენტრში რუსეთიც ჩანს. ამ ხუთშაბათს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განადმა განაცხადეს, რომ მოსკოვი თეირანს სატელიტური გამოსახულებებითა და დრონების გაუმჯობესებით ეხმარება. მათი თქმით, ეს ამძაფრებს თავდასხმებს ამერიკულ ძალებსა და რეგიონულ ობიექტებზე, რაც კრემლს უარყოფს. თემა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ღია ზეწოლის საგნად იქცა. ეს ცვლის სურათს, რადგან აჩვენებს, რომ ომი აღარ არის მხოლოდ ადგილობრივი ბრძოლა. ის აერთიანებს ახლო აღმოსავლეთს, უკრაინის ომს, ძალაუფლების მეტოქეობასა და სტრატეგიული მარშრუტებისთვის ბრძოლას. ვინ არის ამ ყველაფრის ცენტრში? ირანი, შეერთებული შტატები, ისრაელი, შუამავლები, როგორიცაა პაკისტანი და ირიბად რუსეთი და ევროპული ძალები. ამ ცვლილებით ნათელია, რომ ირანი სასწრაფო დახმარებას ითხოვს რუსეთისგან, რადგან სამხედრო სტრუქტურა ძლიერ ზეწოლას განიცდის და კონტროლის უნარი შესუსტებულია. ჰორმუზი პოლიტიკური გადარჩენის მთავარ კოზირად იქცა. რუსეთი მონაწილეობს, რადგან შეუძლია სამხედრო მხარდაჭერა, ტექნოლოგია, დაზვერვა და დრო შესთავაზოს, ხოლო ჰორმუზი კვლავ ყველაფრის ცენტრშია. ირანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ზეწოლის მიუხედავად იქ შეუძლია მსოფლიო ეკონომიკას ავნოს და მოწინააღმდეგეებს მოლაპარაკებებზე აიძულებს. აი რატო შევიდა ომი კიდევ უფრო დაძაბულ, უფრო დელიკატურ და უფრო საშიშ ფაზაში.